სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო Adloba. Nika. Ძლივს გიცანი აგენტივით გამოიყო. ლოქჩურს. თელეგრამი ვტიროდი. ეგ გეტყობა ხო და რატო? სხვაგან ვილაპარაკოთ, არა მინდა რომ ნემ გაიგოს. წამოდით, ნო. რა ხდება, ვინმეს ვემალებით კონკრეტულად? კოჩას. გეძებს? ვერ ვხვდები როგორ უნდა გითხრა. კაი, დამშვიდი. ჩაის უნდქი? ეხა მითხარი. დამჩხენია. თაკო არ მგონია რამე ისეთი გაგეკეთებინოს კოჩასთან რო გსვენოდეს. მე არაფერი არ მექნია. თვითონ მოიქცა საშინლად. ამაზრზენად. რა ქნა? ვერ ვხვდები როგორ იკადრა საერთოდ. სულ მეგობრულად მელაპარაკებოდა და დამჩხენია, ვერ ვხვდები როგორ უნდა გითხრა. მაგრამ მითხრა რომ თუ მინდა რომ გამოცდები ჩავაბარო ის უნდა გავაკეთო რაც უნდა იმას. იცი რას მეუბნები ხა რო კოჩა? ხო. მიმანიშნა რომ ჩემი წარმატება არის დამოკიდებული მაგასთან ურთიერთობაზე. რა ურთიერთობაზე? ანუ ერთ ზამ სექსუალურ ურთიერთობას გულისხმობ. ხო. თაკო, ნამდვილად ეგრე გითხრა? ვიცოდი რა. შენი იმედი მქონა და არ გჯერა. მომისმინე ჯერ ერთი მჯერა. დამშვიდი. გავურკო ყველაფერს, კაი? მართლა? კი. მიდი შენ ხა ყავდალია. ცოტა შეჭამე რამ. მე მიხედა ყველაფერს. მადლობა. გამადლობა. აუ, ბევრი ფული მინდა რა. კაი, კაცო. იმიტომ კი არა რომ კარგად ვიცხოვრო. აი ესე მინდა რომ ფეხი შემოდებული ვიჯდე და არაფერი ვაკეთო. სულ ამას ვამუშავებდი. შენ ამ გაგანწარა. ბიჭო, დილიდან გასვლა მინდა და ვერ გავეტიე რა. გადი მე ვინ გიშლის? და ეს მივაგდო? ხო. წავიდე? წადი. კარგი. წავედი. საწავიდა რავი, დილიდან მინდა გასვლაო და წავიდეს გაანებე თავია. კაი მოვალე ხა მოგეხმარები რა. არ მინდა იყავი რა მეც მოვალს. აი დავისვენებ რა დავიღალე. აუკობა ბოდიში რა, ამარა ცოტა ხანი აქაურობის ნერვები არ ამაქვს რა. ვიცი, გეტყო. მორე და იქ კიდე გავაკეთებ არაფერი არა. შენს კი რა ხდება მითხარ? რავი არ ვიცი რა. ვეღარ გავიგე. ირინას ამბავზე. ხო ბიჭო რა. გავიგე რომ კაი ტიპია და თავისი ქმარი გაჭიროებაში არ მიატოვა, მაგრამ გუში მთელი ღამე ვფიქრობდი რა უნდა გავაკეთო რა.
ხო გევასება. ხო და მაგიტო გეუბნები რა. აღარ ვიცი რა უნდა გავაკეთო რა. დაველოდო მაგის ქმარი როდის გამოჯამრთელდება თუ უარესი როდის მოკვდება. ბიჭო, გამაგებინე რატო ნერვიულობ? 10 წლის მერე რა მოხდება ან როგორ იქნება? ეხლა ხო კარგად ხარ ჩენ და ირინა რა. რავი გობა, სერიოზული ურთიერთობა მინდა რა. არ შეიძლება. მითხარი რა გავაკეთო. არ ვიცი. შენ რა სიზამ? არც ეგ არ ვიცი. მაგრამ თუ მეყვარებოდა, გარშემო ყველაფერს დავიკიდებდი რა. და არ შემილია რა. ოფს დაიკიდე ეს მე რას გავაკეთებდი რა. და იქ როგორი მომდი, ეცი აი ვერავინ რო ვერ გეტყვის რა, აი ესე ასწორი, ისი ასწორი. აი როგორ ჩვენ გადაწყვიტავ, აი ესე მოიქეცი რა და აი ეგრეა სწორი რა. გაყევი დინებას. შორა. მოკლედ. ორჩაირინი რა. რა შედარება, ეხლა რო გიყურებ, რაღაც ადამიანს დაემსგავსე და ამშვიდდი, რო ჩამოვედი, ცოტა ნერვიულობდი, ისე იყავი გაღიზიანებული. ანუ ზუსტად ესეა. იცი კარგად ვარ? იმის და მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი რაღაცა ერთდროულად ხდება, იქ სასამართლო პროცესი, იქ დედაჩემის აღარ შემიძლია ატანა. მაინც კარგად ვარ, იცი? იმიტომ რომ აღარაფერს აღარ ვმაღალ. ანუ ყველა სიმართლე იცის და რაღაცა ამოვისუნთქე რა. ცოტა მშურს. ხომ ახლა ვთქვათ შესაშურადაც არ მაქვს საქმე. დიდად შესაშურად არც ერთს არ გვაქვს საქმე. ხო, მაგრამ აი მაინც ვფიქრობ, რომ უნდა მოგვაწო. მოიცა მართლა? ხო, ნუ არ ვიცი, ხა ერთი არის რომ ქეითთანაც მიტყდება უკვე ესაყოფნა და მეორე არის რომ ესე რა, აი როდემდე უნდა ვიყო. ვეტყვი რა ჩემებს. მისმის, მაგრამ ცოტა არ გეშინია. ცოტა ძალიან მეშინია. აი რომ წარმოვიდგენ რომ დედაჩემს და მამაჩემს აი ეს ყველაფერი უნდა მოვუყვე. წარმომიდგენია რა. მაგრამ შენი მშობლების იმდენად არ მეშინია და მაგათი რეაქციის როგორც ჭები ძმა ხო? შენი ძმის. მთელი ცხოვრება სექსისტი და ჰომოფობი იყო. და კიდე თანო გაიგებს რომ თავის ძმაკაცებიც გაიგებენ. მაგის წარმოდგენაც არ მინდა და მე მგონია ჩვენ არ უნდა წარმოიდგინო. ხო, მაგრამ თან იცი რას ვფიქრობ, ჩემი ცხოვრებაა და ჩემი არჩევანია რა. კაი რა, ყველაფერი კარგად იქნება. ამას მოვიფიქრებთ. ხო და მოვუყვე. აუ ვიცი რა. წამოვალ მეც და სადარბაზოში დაგავდები, არ ამოვა, არ შემოვა შიგნით. რა საყვარელი ხარ. არ მინდა. მარტო უნდა ვიყო. ნუ ყველაფრისთვის ესე ჯობია რომ მარტო ვიყო. გამაგრდი რა. ყველაფერი იქნება კარგად, კაი? ვინცა? ბოდიში. ვინ არის? გიორგია. და აიღე. მოერავირებ ხა. შეიცე, იქნებ რა უნდა? ნუ არ შემიძლია ხა ვერ უპასუხებ რა. კაი, ერთ ჭიქაყავა რო დამისხა ხო შეგიძლია. ვერამდესაც გინდა იმდეს დაგისხავ, შემთავარი არ ინარვიულო არაფერზე. ენერგიები მჭირდება საღამოსთვის. ეგ თუ გიშვალის. სანიტარმა გოგოებმა მითხეს რომ მეძებდი. რა ხდება? კი, გეძებდი. ძალიან უცნაური ამბავი გავიგე და შენგან მინდა პასუხების მოსმენა. მითხარი რა ხდება? რა ხდება? მაინტერესებს რატო გამოდიოდა თაკო შენი კაბინეტიდან ამტირალები. თაკო? თავს ნუიშტერები გეხვეწები რა. ძალიან კარგად იცი რომ თაკოზეც გეუბნები და რაზეც. თაკო? ი თაკო. რა ვიცი რატო ტიროდა თაკო? ხო და ეხა გირჩევნია გაიხსენო. თორე მე სხვანაირი მეთოდებით გაგახსენე. შენ რა გჭირს შენ რა?
რა ხდება? მე მუქრები თუ რა? მე რა მჭირს? ამ ხილაკაცი პატარა გოგოებს რო დაძდებ არ გწვენია ბიჭო? შენ ბიჭო რამე ხო არ გეჩვენება? ვის დავდებ გაგიჟდი? დაძდევ კი არა თან მარტო. ნიშნის სანაცვლოდ აიძულებ რომ რაღაცები აკეთო. ბიჭო როგორი უსინდისო გოგო ყოფილა ეს თაგო გამოცდილება ჩააბარა და ამით თავს იმართლებს ვინ ვერ ჩააბარა გამოსა თაკო? ეგეთი რეზიდენტი არ ყოლია ამ კლინიკაში. ვიცად ეხლა შეიძლება რა გინდა თქვა რომ ეს ვიღაც მატყუარა თაკოს უჯერებ და მე არ მიჯერებ? ადგილას სიტყვებს შევარჩევდი. ისე შენ თუ გაქვს უფლება ლიზასთან რომანი გააბა სხვა სატო უგრძელავ ამას ესე იგი თაკო სიმართლეს ამბობდა. მე არ ვიცი თაკო რას ამბობდა მაგრამ ნიკა ექიმურა კარგია რომ აქ ხართ. რა ხდება? ნაავარიავი ქალი მოიყვანეს და სასწრაფო ოპერაციაა საჭირო. კარგი მოვიდე. მე არ დამთავრებული. გიყურებ და მიხარია რა კარგი გოგო ხარ ერენე. მადლობა. იცი რა შენს პატარა პრობლემას აუცილებლად სწრაფად მოვუვლით, ამას მე შენ გვპირდები. ახლა მინდა რომ შენს გარეშე შენს მშობლებს დაველაპარაკო. კარგი? დიახ, გავიდე? ხო, თუ შეიძლება, მხოლოდ 5 წუთით. დიახ, ახლა. გარმოიწყინე დე. მოკლედ სპეციალისტიც კი არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ბავშვი ძალიან დადგუნული და მოწყენილია. დიახ, მაგიტომაც ვართ აქ და როგორ მოვიქცეთ? იცით რა არის, აი გაშორებული ცოლ-ქმრის შვილებს დასაწყისში აქვთ ძალიან რთული პერიოდი. მყუდროება, რომელიც მათ აქვთ, ერღვევათ. წარმოიდგინეთ, დედას და მამას ერთმანეთი აღარ უყვართ და გონიათ, რომ მალე ისიც არ ეყვარებათ. რას ამბობთ? ვამბობ რა გონიათ, ანუ რასაც კვლევა ამბობს. როგორ დავარწმუნოთ იმაში, რომ მსგავსი არაფერი მოხდება? ვიცით რა, ბავშვები განსაკუთრებულად განიცდიან, როდესაც მშობლებს აქვთ ცუდი ურთიერთობა ერთმანეთთან. ცხადია, არ გკითხავთ რა მოხდა თქვენს შორის, მაგრამ ერთმანეთთან რომ არ ლაპარაკობთ, ესეც ცხადია. და ის, რასაც ერთმანეთის მიმართ გრძნობთ, ამას ელენეს ნუ აგრძნობინებთ რა. არა, ელენეს თანასწორობით არასდროს გვიჭყობია. ბავშვები იმაზე მეც ხვდებიან, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ამიტომ, როდესაც ელენესთან ერთად იქნებით, თავი ისე დაიჭირეთ, თითქოს და საუკეთესო მეგობრებად დარჩით. გასაგებია. ეს არის ელენესთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს შიშები და მოწყენილობა დასწლიოს. როგორც თქვენ გვეტყვით, ისე მოვიქცევთ. მე არაფერ შუაში არა ვარ. როგორც ელენეს ჭირდება, ისე უნდა მოვიქცეთ. აუცილებლად. აუ მე ჩქარება რა რას გვალოდინებს 2 საათია და დედიკო თქვა რომ ერთად დამელოდეთ და მოვალო. კაი ცოტა მეტი მოთმინება რომ გამოვიჩინო, ხო შეგიძლია? შენ რა გამოგივიდა? ბავშვმა გითხრა რომ რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელოვანი უნდა გითხრათ. ხო. თან თელ ჩემს